ბევრისთვის ნაცნობი სიტუაციაა, როდესაც შენ ხელახლა კითხულობ ქალთან თქვენს დიალოგს და უცებ ხედავ, რომ ის ონლაინში შემოვიდა. აი ახლა დაიწერება ბეჭდავს, ახლა დაიწერება ომოლოდინში ხარ, მაგრამ რატომღაც არ იწერება? იმიტომ რომ ის მაგ დროს თავის დაქალს უყვება და ერთად დაგწინიან. თუ რამდენად საცოდავად დასდევ მას. მაგრამ შენ ამ რეალობას თვალს არ უსწორებ. შენ მილიონ არგუმენტს მოიფიქრებ იმისთვის, რომ გაამართლო მისი ეგ სიჩუმე და დისტანცია. და რაც უფრო დიდი ხანი ელოდები და ითმენ, მით უფრო უარესია შენთვის. სიჩუმე, დაგვიანებული პასუხები, ინიციატივის დეფიციტი, გაურკვევლობა და უიმეც არ ვიცი რა მინდა, არ ვარ დარწმუნებულისნაირი ტექსტები. ასეთი ტიპაჟის ქალები უმეტეს შემთხვევაში ურთიერთობისთვის ირჩევენ მომგებიან მონას. ანუ ისეთ მამაკაცებს, რომლების ახლოს მოშვებაც მათთვის მომგებიანია, თუმცა როგორც პიროვნება ფეხებზეც კიდიათ. შეყვარება კი შეუძლიათ მხოლოდ და მხოლოდ ისეთი მამაკაცის, რომელიც მის მაგ თამაშს აქეთ გადაათამაშებს და აქეთ კატეხილში დატოვებს. დღეს სითბოს აძლევ, ხვალ სიცივეს. დღეს ეფლირტავები, ხვალ აიგნორებ. შენ უბრალოდ აქეთ აძლევ მას ურთიერთსაპირისპირო სიგნალებს. აზრი იმაშია, რომ მან შენზე უფრო მეტი უნდა იფიქროს, ვიდრე შენ მასზე. შენ კი პოდნოსზე სთავაზობ შენს თავს. ასეთი ტიპაჟის ქალებს უყვარდებათ ის, ვისაც ბოლომდე ვერ აკონტროლებენ, რაც მათთვის გაუგებარია და ეს პროცესი რამდენადაც მარტივი არ უნდა ჩანდეს, არ არის მარტივი. ამ თამაშის სწორად და მაქსიმალურად ეფექტურად გადათამაშება შეუძლია მხოლოდ გამოცდილ მამაკაცს. გამოცდილება კი ხშირ შემთხვევაში მენტალურად გვაძლიერებს. მენტალური სიძლიერე კი სიბრძნეს გვძენს. სიბრძნე კი იმას გვკარნახობს, რომ ასეთი ტიპაჟის ქალთან ნებისმიერი ტიპის ურთიერთობას არაფერი აზრი არ აქვს. მაგრამ არსებობენ მამაკაცები, რომლებსაც დეტალები აინტერესებთ, რომლებსაც სტრატეგია აინტერესებთ და მაგ მენტალური სიძლიერისა და სიბრძნის შეძენა სურთ და ზუსტად მათთვის მაქვს დახურული ლექციები. მე მგონი დროა უკვე, რომ მაგ პროცესიდან გამოხვიდე და შენი პიროვნებისა და მენტალობის გაძლიერებაზე იზრუნო.